საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ მათ ეგრეთ წოდებული სასამართლოს მიერ მიესაჯათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. დაკავებულები ამჟამად იმყოფებიან დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის იზოლატორში. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორობის ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება. საქართველოს მოქალაქეების მიმართ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასრულ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა ქართველი ექსპერტ-ანალიტიკოსი შმაგი სამხარაძე. მისი თქმით, მსგავსი რეიდები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ დე-ფაქტო ძალოვანი უწყებების ძალის დემონსტრირების ჩვენებას ემსახურება. აღნიშნული ფაქტი ეხმიანება, ასე ვთქვათ, მარიონეტულ რეჟიმის მხრიდან იმის ჩვენებას, თითქოს და თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურა, ეგრეთ წოდებული სახელმწიფო სტრუქტურა, შემოვიცით, რომ ბოლო ორ კვირაში ჩატარდა წვრთნები და ასევე მოხშირდა რეიდები გალის რაიონში. ეს პრაქტიკა არ არის ახალი. ეს ტარდება მაშინ, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ დაანახონ, ასე ვთქვათ, ადგილობრივ მასწავლებლებს, რომ სახელმწიფო მუშაობს, ეგრეთ წოდებული მთავრობა მუშაობს. სოციალურ ქსელებში ყველას, ასე ვთქვათ, ერთგვარი რეაქცია ჰქონდა. ფილიკი გამოიწვია, გამომდინარე იქიდან, რომ იპოვეს, რამდენიმე იარაღი ამ ჭყეგისას და ასევე დამატებით $100 ეკვივალენტის $1 კუპიურები, რაც, ასე ვთქვათ, ძალიან კომიკურად გამოიყურებოდა და შესაბამისად სოციალურ ქსელებშიც, ტელეგრამ არხებშიც ანალოგიური რეაქცია მოყვა.